Georgi, me brigadas midwari, tenentesse. Cariaci. Georgi, da carga che se li cali se li da. Li ginevia marine qui, marine. მეგობარო, გამარჯობა, სალამი. ვერ მეტყვით ვინ მღერის ასე სასიამოვნოდ. ეს ჩვენი ტრიგინა. ტრიგინა? ნამდვილად თუ გინდათ იცოდე, მარინე გიორგი სასული ფერად. მარინე? ზოდიში. მადლობთ. თქვენ უკვე ერთხელ მომეც. ბიჭიკო, არქიტექტორი ჩამოიყვანე? გამარჯობა, ტრიტინა, გამარჯობა. არქიტექტორი? ჩამოვიყვანე. ახალგაზრდა? კი, ასე 60 წლის იქნება. ის? ბიჭიკო. აჰა, დაიცი. Uknia შეჩვენებულებს. ვიგინა, სათხარებია. გაციტაკდა. ეს რა მოგიტანია? ამ ხეებზე ხეტიალი. აღარ უნდა გახსოვდეს, აღარ ცმადა, აღარ ჭამა. რა არ მინდა. ჯემეჟენი ჯირიმე. რა დროს დამიფრთხეთ ძერა. თქვენ რა ვართ ჩამოვაგდეთ? რავიცი, მამა ჩემს მეხუთეს ესროლე, მაგრამ მამას აკრიტიკებს შილო. შენ რა ბო კრიტიკა გვეხმარებაო? მერე? რატომ შენ არ მოგეხმარა? ბავშვი ხომ არ ეგონია შენითა? კინგასავით რომ დაგტიხარ ხებზე და აგრებული გაქვს სოფელი. ერთი საქმე, კოლმეორნეობის სამკითხველო გაქვს მონდობილი და იცით გადაღამა გამოგეტილი. რა უნდა გელაპარაკო ამის შემდეგ რა? სულ ამ კრიტიკაში უდგეხარ, ჩემ ტრიტინა, რა შეჭები თუ ამ ბავშვს? ბავშვია 19 წლის გოგო. ბავშვი? სულ ჩემბრალია დედა ჩემო რომ ამას ტრიტინას ეძახია და მისი ნამდვილი სახელი მარინე სოფელმა დაივიწყა. დილიდან საღამომდე ჭრიჭინებს და გამოცდებისათვის ალბათ სულ არ ემზადებს. აბა დააფტეს თუ? ახლა ლისავაგლიეთ ტიგნი. ხო, დააფარე ხელზე და ჩემო, დააფარე. ის გაკლია თბილისში წახვიდე და უნივერსიტეტში გამოცდები ამის მაგალითად შენ ჩააბარო. ნეტა იკითხებთ. ნუ გეშინია მამა ჩემო, ყველა საგნებს ხუთებზე ჩავაბარებ, ხუთებზე. აბადელი. ისილო კი. აბადელი დელაშო ხუთებს დაგიწერებ, ხუთებს. ხო, დედა ჩემო. ეს ადილად თბილისიდან ჩამოსული არქიტექტორი ვიყოლებ. მარინე, დეიდელფტესთან ჩაივიდე, უცხარი ამოვიდეს. დებია შენს მოეხმაროს. ბებია, მოდი ერთი კაცავი დავაჭერი. ხაკინა ბებია, კატომარი გოყოლება და კაცავი არ დოკლა. კაცნები დახოთოში სწორედ ვერ მოგეხმარება. მე ახლა ბებია ელფიტეს სადავა. მე სამკითხოდოს უნდა გამოდიარო. ხო გაიგონე მამა ჩემო რა თქვა? სამკითხოდოს გადაღამა გამოკეტილიაო. კარგი ბებია. აი გამარჯობა თქვენი. გამარჯობა ბიჭი. დიდი ხანია ურჩით თქვენ საწოდებო. კარგი ხანია ბიჭი.
მე ვერ მოუწია ხო ხედავ თავდერიბას გაქარიგებელი. გადაეცი წიგინა. აბრელი და უხელი ვაზელი ვაზელი. Bebia, ce să sunt de țahăde? Rai, da, rai, să vină arhitectorul ce am obidat. Bebia, mama, scoa, dress și să zic neva sadilat. Bebia, ce mă ghițara? Unde da, merg marobo. რატომ ერთხელ მაინც არ გავიტანეთ ჭრიჭინას და სამკითხველო საკითხი კომკავშირის კრებას? გიორგის დინებს წენინებს. პირიქით, ის მოხარულიც იქნება ჭრიჭინას ჭკუას მოსწავლია. ქარის ჭკუ ისწავლება ვის გავდი? ჭრიჭინა ქარი კი არა. დილის წელქის ციოა, რომელიც უცბად მოვარდება, ბუჩქებსა და ხეებს ჩაეკონება, ქოჩორს აუსვის და შენ ჩემოდნო მარტო მხატვარი კი არა, პოეტი ყოფილიყარ. ეხ, მე რომ პოეტი ვიყო. ალბათ ლექს მიუძღვნ ჭრიჭინას. რატომაც არა? იმის სურათს ხარ ხატა. ერთი ამას უყურე რა დაუხატავ. ეს არის შენი წელქის ციო. მომეცლეო. არა, მო, ამ სურათს ვერ დაგენებებ. ამას კეთლის გაზეთში მოვატავდე. ეს მე უნდა მომასაცოთ კედლის გაზეთში. დიახ. კარგი. ძალიან მეგობრობა კი გამიწია. ნუ გაწყინება მარინე. ადამიანი ხანდახან ერთს ფიქრობს, მეორეს კი აკეთებს. მომასაცეთ კედლის გაზეთში. მაგალა, გაშალე მაგიდა. Uy, te darán triania. Magnífica. Manita, para que también no se ponga a ver si se ve que te tienen que rolar. Oye, ¿tú dices que me dijo? Ahora se hace dar de bien. Mira que vamos a hacer, ¿verdad? Así lo vergüenza. Y se tu hija de Vicente Chiroma, salki todo. Rabedi tivinga. Sabemos que te era tu hijo. Me minde Caraleva Margo. Caraleva Margo. Moments korkis deda. Nekile qulari donis meore to. Baba, çkar, sen git kolunda davgetva. Dakete. Isedაც ძალიან ბევრს მუშაობ. Sen argesni. Bebia, mira, ახლა იმი დამჭერი. აბა არ გენენებათ ქუჩურას დაწვა? რაღა ვაჭერ ახლა სტუ. გაკეთეს ლობიო. ხალი, ბადრიჯანი. თირო. ლობიო ვაკადროთ იმ ახალგაზრდას თუ ახალგაზრდა? ხომ იცით რომ ხანში შესულ ადამიანებს ხორცილნებს, მუხლებში ძალასახმებს, სკლეროზს იწვევს, ტვინს ასუსტებს, აბა შენი საზრით ჩვენ რა გამიჭირეთ საქმე ამ ბებერი არქიტექტორი? ყოჩაკ, სტუმრის დახვედრაც ასეთი უნდა. გაიცანი, ეს დედაჩემი. ეს დედაჩემი კელპიდე გახლავთ. ეს კი ჩემი კალიშვილი, მარინ. დედა, ჩვენ ცოტა დაისვენ. შემდეგ ნახოთ როგორ გაგვიმასპინდება ჩემი კალიშვილი. მობრძანი. ბებია, ისეთი სუფრა უნდა გავშალოთ. ისეთი რომ ხაჭაპოჩი ბლომა ჩადები ყველი. ჩადებელი შენ გარდადე ბებია. ხოდა, დისილებს. Витика, ух, как вдруг моходит. Моди как мы беда надерили. Роес вибзалев. Это я есть. Котора? Котора ты меня сидишь. Я говорю, что канивари. Меоре,
ხვინჩილა. კარგად შეგითვალიერებია. ხვინჩილა. ეს მოხუცი არქიტექტორი. შენზე უკეთესად. კაი გამარჯობა, დებეშა. კირილე, სუდიამბა, ხომ არა ფედი? მე და სუდიამბავი. გამოჩნდები იწყება 1 აგვისტოს. მელოდებით მარინე. კოსმის. ნატო და ირაკი. ფედიკო კიდევ ერთი კვირა და ფინიში მივემგზავრები. მართლაც ამბობებია? რა იყო ბებია, რამ შეგატოვა? როგორ თუ რამ? ეს მაინც 5 წელს სადგისტუმრე. ომში რომ არის დობრებ დეიდე პროცესია რა მოხდა ასე ამბობენ პატერაკს 100 თვალი აქვსო ისილოკი იჭიკო ამბობდა თბილისში მანკანერი ხა ქაცმერი რისხლება მე ადამი ფაროს ვიმყავს ამის მეყო რას მძალებს ბიჭიკო მიხუმრა ალბათ დედიკო ჟენი წირე მუშელი მოდი ახლა მე და შენ ერთი ძველებური სიმღერა ვიმღეროთ მე მღერება ახლა მე ხო დეიდე პროცესია იმღერე პროცესია შენ როგორი 25 წლის გორია ჩემი თავი შეიძლება გადაწყვეტილი აქვს დაიწყოს აი ამ სკოლის გვერდი. ჩემი საზრით კულტურის სასახლე უნდა აშენდეს გამგეობის სახლის მარცხ. აი ამ თავისუფალ ფართობზე. უნივერმაღი კი აი აქ. აი ამ ძისნაბიას. როდესაც მოედნის ცენტრში დაიდგმება ლენინის მონუმენტი, მაშინ თქვენი საზრით მოედანი მიიღებს არქიტექტურული ანსამბლის მთლიან სახეს, რა? დიახ. მარინე. გამარჯობა. მამაჩემი არ გინახა? მამაჩემი გამგეობაში. მართლა? აბა გადიქი. სად გადიხარ იგი? მოდი მარინეს ჩაისკრეპაში უშვა. რომ არ მცალია, კომიტეტ გამოცდების სანჯადები თორემ. იმეჩადინე. აგრონომი უნდა გახდე, აგრონომი. აბა.
Ite kirili, mama chini gamgeubashia. Mama shei architectori fermashi tarigeri gidiye. Fermashi? Ha. Gamgeubashia dika. Rasturneleva, kierasan midikha. Rastvilisdan chamovedi ar minaxva. Mitik movdida, avidi. Katme katme moutane. Teasada. Ikar, fermashi. Ima khagazare tekin shela parak. Iseki ძალიან გაუძედა საუბარ. დაიცავი ძროს ჰიგიენური შეცდომა. ხალი თავის დროს. ესადაც ვიტამინური საკვები ყოველდღე მისცა. Bichito. Davardibot skriala. Madlo. როგორ მოგვანატრეთ თავი? სახანია ჩვენს ფერმაში არ შემოგინახებია. Გავიგე უჩემოთ ძალიან მოგიწყენია და? აბა. ჩემი ცრემლის მდინარე ადიგდა. იმ მდინარეს გაუგდიდი ეს კაცი არ მოგწაწოს. ვინ? ვინ? ვინ და ყოველდღე როტრიალებს შენს ფერმაში? რომელი ეს ექიმი? რატვინი იბუდება? იცოდე რატო? ამ ხულათიტილებში გარეული ალბათ ტრენად მოეჩვენა. არის შენი შანისკარტების ამბავი თუ არა? ვისის ტრედი ვარ და ვისი? ყვავი. ხომარგიდე მართლა გაყვაო. საკეთე და გჭირდება ოჯახში თუ ელი ფიგებ ნაკვერს ხავს ელი. ხერხენას უნდა დაედოს ის ნაკვერს ხარ. შემოვარდება ჩვენს ფერმაში და ჩემი ქაფნებია და დამაკიობე. ვარ დამნაშავე? შაქარივით მოვდება შაქარივით. არამდის შემოვიცდები. ხოლმე უბრალოდ ხელს არავის არ დამოვაკრებინე. ფასელგულები და იყავი. ვიქნები. სიცოცხლე რა იმერტანაკარე. რა გივიდე, ის ჩუბო. რა მაგასაც აჩუბარი. მაგ ბენზინის სახელდებოდა. ერთი ბოთლი. მაგროლია გადავით. თავზე ერთი ბოთლი. ერთი ბენზინის სახელდებოდა ზედაპირ. ჩემს გადაეკიდა, ჩემს. ესაც გადაეკიდე ეშმაკა. არა, საქმე მოხდი რა? მიგეჩვევი რა? რა მოგივიდა რა ამბავი? კილა მამა შედი არ გინახა. Mama შენ არქიტექტურის სოფელში დაიწყო. სოფელში დაიწყო. იგი მანე დაბრუნდები. ახლა მოდი აევაჩერებ და. მიბრძანდა, თორე შენ მამა გნული სურნელება თავი გამახვია. მე ბიჭიკო არ ვიყო. ბიჭიკო, თუ ფეხი დამდგარ. ჰა? მარინე, მოდი, კაბა მოგადო. სადიყა ეს ბებია? რამდენი ხანია აგრაფინა გელოდე. აგრაფინა, ისეთი კაბა უნდა სიმკერო, ისეთი რა? მარი მუშაობს. აკარი, რამდენი ხანია მოვიდა. მე კი სულელმან მთელი სოფელი შემოვიდა. რა, ბებია, სტომასეზე. არა, ბებია, ბიჭიკოს ნახვა მინდოდა. აგრაფინა, იცოდე კაბა არ დამიგვიანო. პირად მოდი, გენაცვალე და მზად იქნებ, კარ. მარინე. თქვენ მოგკალიფდა რა? დედაშვილო, რა მოხდა ბებია?
მარინემ ვერა მოკლა. მართლა ბერბია? შიგუში მოაყვება. შიგუში? დილით გნახეთ მუშაობ. ოდიქი. საღამოს ხანი. ხელი ფანტაზია გაიცნობ კიდევ მუშაობ. პირდაპირ მიფიქრე როგორ შეგიძლია ამდენი მუშაობ. დილით გნახე გარბოდი. შუადღეს გამორბოდი. საღამოს პირია და ისევ დარბიხა. პირდაპირ როგორ შეგიძლია ამდენი სირბილია? რამთენი? სიმართლეს მოგახსენე. შენ გონია მე არ მინდა მუშაობ. მე და მუშაობას გული ვერ დაუდები. მარინე. არ შემიძლია მიჭირს ადგილას გაჩერება. პირველად მეც ასე ვიყარ. მე თავს დალადავატანე. მუშაობა შევეცვლიდი რომ ჩვეულებად გადამექცე. მე ალბათ ვერასოდეს ვერ შევძლებ. ეს ადგილზე გაჩერებას და მუშაობას. შენ ასე ფიქრობ? მე კი მგონია მალე ისე გამოიცვლები რომ შენ თვითონ ვერ იცნობ შენს თავს. თვითონ ინსტიტუტი გარდა მქნი? არა მარტო ინსტიტუტი. თვითონ ცხოვრება გარდა გქნი. კი. მარინე, კრიტიკა. კრიალა. კრიტიკა. გამარჯობა გოგოებო. გამარჯობა. კრიალა, მარინე, ხო თბილისში მიდი. ხარ მიდი ხარ? კი. ხომ კარგად მოვიდა? აბა. არ შეგვარცხინა ისე. აბა შენ. მარინე, ხარ აუცილებლად გამომიარე. ნახანდი. კაი გამარჯობა, ორივე მარინები, კაი გამარჯობა. გამარჯობა დიდი კირილე. გამარჯობა. ახალ ცხოვრდებით, გოგოებო. რატომ ჩქარობ ასე ჩვენ გათხოვებას დიდი კირილე? იმიტომ ვიძია რომ ეს თეთრმა უნდა გამოიცვალოს გვარი. მოვა თუ არა წერილი მარინე ფერაძის სახელზე, გამიშება თვალსატეხი. იცნობ რატომ? შენ რა გიძის ვიძია რა? კრიტიკის მეტი არაფერი გაწუხე. მე კი ამ მოხუცმა უნდა ვარკვიო ვისია წერილი. ორივე მარინე, ორივე გიორგი სასული, ორივე ფერაძე. მიგეშენია დიდი კირილე. მალე მარინე მივისტოზებას მიიღეთ და თვალსატეხი არაფერი გვექნება. ისეთ კარგი რაგემა. აგერ ხარ ორივე და თვითონ იმტრიეთ ამ პეიჟზე თავი. ძირფასო მარინე, პირადად თქმა ვერ გავდე, წერილით მინდა გაგიმხილო ჩემი გრძნობა. ეს შენი წერილია მარინე, ჩემი? აი ხომ ხედავ ბიძიებო, რა გაუგებრობა შეიძლება მოხდეს? როცა მისამართი გაურკვეველია. გათხოვდით გოგოებო, გათხოვდით. გამარჯობა ბებიებო, გამარჯობა. ბიჭიკო, გამარჯობა. ბიჭიკო, მატარებელზე გვამიანდება. ბიჭიკო, ცხრიალამ რო გნახოთ, ასე გამშვენიერებული თქვა დაკარგა. არ ვნახავ. მერე? გადაკარგეთ ისეთი მთელი კოლმეურნება რომ გამოსულხარ სადებრად. გულსაბნევი დავკარგე, ბიჭიკო, გულსაბნევი. არის თალიანი? აბა, დედა ჩემი სახსოვ. აი! არა, ფიში არ მეშინია. გულსაბნევი. რა მარია? გულსაბნევს ვეძებ, მამა, გულსაბნევს. დაბროში გადაგარდა, დაბროში. თავი რატომ არ დაკარგა? თავი არ დამიკარგა. თავი ადგილზე მაქვს, მამა. ზედგეთყობა შენი სიკეთე. რახანია დამორიალობდი, ერთი ჩემოდანი ვერ ჩაგილაგები. ყველაფერი მზათა მაქვს, მამა. აბა, დამძაცმელი, წიგნები. გულსაბნევი დამეკარგა, თორემ გულზე რატომ არ დაიხედე? გულზე. ой, აგერ
შენია? იპოვე, დიდა, დენი, ძერნი საგან ძალა გამომესხალა. მეტიც გეკუთვნით, მეტიც. ესეთი ციდა გოგო, ორივე თითის არის გატრიალებ, ხანახეთ ხარიჭი. არა შვილო, არა, შენგან არაფერი არ გამარაფერს. მოყევი ახლა საყოდოთ. უნდა ჩამტარო ბავშვს საყუდიან წასვლა. შენ თუ არ გამოიასარცილე დედაშემო ისე როგორ შეიძლება, რომ მთელი დღეა ამოდენა ქალს, ჭკუას ვასწავლი, ვარიგებ, მაგრამ რა, შეაყარე გადაც წერცვი. მიგეშინი, მამაჩემო, რას მითხარი, ყველაფერი ზედა. კი, შვილო, კი. არ გჯერა? ყურიდან. კარგად ვისწავლ. ვიანა ვიყო. ბიძეირაკის და ბიჭოლა ნატოს ყველაფერი გავუგოთ. წერილები ხშირად მოვიწერო. ჩვენი კოლმეურნეობა არ დავივიწყო. კიდევ რა? ნუ მაგინდა, ადამიანი, რომ იხდება ცნობილი და არა უსაქმურობი. ახლა შეაყარე კიდო, ცერცი, ხა? ხედავ. კარგად აგიმახსოვრები. რატომ ჯავრო? იორ ჯავრო? რატომ ჯავრო? არა ნამდვილად ჯავრო. გაიცინე, ეხლა გაიცინე, თუ რომ აქედან ფეხად არ მოვა. გაიცინე. შენთან სერიოზული ლაპარაკი ყოველდღე შეუძლებელი. რომ შენიცი შვილო, ოჯახი არ შემიწვი. როგორც კი გამოცდები ჩაბარო, ეპეშით მაცნობე. ეს კოლეს დაგჭირდება. ოღონდ შენიცავე შვილო და ყურადღება შვილო, აქედან არ მოგა. რაჩუნ ნიჭახლა, ეგოფათ. ბიჭიკო, იყიდი თუ არ მანქანას, ინტერესო წამოდი ასაიგიან. სკოლაში ყარბებიან, რაში არ გამჭირდე. ბიჭიკო, ქუჩაში მარტო აგო, მატარებელში. ხანჯერადი გადასწრო. ირაკლის და მის თავს მოკითხა გაიწო. ხარი. ისინი ვილახულონე. აბა, ერთი აქედამენ ახენჩება მარინე. მართლაც ქვეყნის თვალი გამხდარა. ჩემო ჭიჭინა, როგორ გაძილა. მოგზად. ბიჭონა, ეს თქვენ ბებიამ გამოგიგზავნა. მადლობა. ეს თქვენ დიდი ერაკი. ბები ელკიტემ გამოგიგზავნა და შემოგითვალოთ სიკვდილის წინ ერთხელ ნახოსო. ორად რო სიკვდილია, შემოდგომაზე მოვინახულებ. დიდი ერაკი, ამაში ჩხაბერია. მამამ გამოგიგზავნა. ეს ბიჭიკოა. ჩვენი კოლმეურნეობის წაბედა უნდა იყიდოს. აბა, ბიჭინა, მოგიყვებით თქვენი სოფლის ამბები. ჩემი გიორგი როგორ არის, კარგად. მადლობა. რა ამბებია თქვენთან კოლმეურნეობაში? წელს ბევრი წაი მოკრიფი არა? ჩაი ბევრი. ბიჭერაკი, მამამ შემოგითვალოთ ისაო, პროექტის საქმე როგორ მიდიხარ? პროექტი კეთდება. თინა, დაურეკე არქიტექტორ ნამორაძეს, რომ პირველი საათისათვის ინსტიტუტში მოვიდეს პროექტის ნახაზები. კარგი, მამა. მისმენთ? გამარჯობა. ჩვენთან არის ახალი? ჩვენს ბინაში ამ დილით მომღერალი ჩიტი შემოფრინდა. ვინ არის? არ გეტყვი. მოგჯანდით და გაიცანი. ინსტიტუტში მის ვარ და გავიცი.
Aprinda Korea Prinda Aragli Chayadiram Gatanda Zadedansa Chata Ah Chaybara sheni fikr ლევან მოიტანე აი მეგობრობას ასეთი უნდა შეხედე რა კარგად გაუკეთებია დედა ხომ კარგი დერა ჯერასი კარგი ჯერ არ გამიგონია შვილი Salam deda tama კაკა ხო არც ვიკიდებს ერთი ამიცენი რასი ლამაზია წერაში მიპასუხე ერთი მოასურე შენ რა იცი ლევან შენ რა იცი რასი ლამაზია ამ წერაში მოიცა შენ ამ წერამ რაღაც მეტისმეტად დაგაღელვა იცი რა მიდირა მოიყვარული ძმა სოფლიდან ჩამოდი დიახ სოფლიდან ინსტიტუტში შედიხარ ინსტიტუტში აგრონომია სწორედ თქვენ გირდებთ მე ჟურნალისტად უნდა გადაგიდე ჟურნალისტები ჩავიდეთ აი იქ არა მე ვერ დამოლდე პროფესორ სულოძე არაფერია გოგონა ერთი წუთი გოგონა გადაგიდე აი არა სიმია ციგნი ხელში აი ასე არა სიმია არა ასე მოიწია დაიგივეთ გოგონა ლევან შოთა განზევიდე მარინე შოთა ოჰო აი თუ ნორმალ მომღერალში ზემელაპარაკებოდა თვითონ სახში მიდიხარ პროფესორს ელოდება დიახ პროფესორს არა ბიჭიკას ელოდები აი ისიც ნახე მანქანა უყიდია არ დამხარ მოდი ლევან შეიარე ჩემთან სამსახურში უთხარი შენებლობად წავედი მოიცა იცი რა მიდირა სიყვარულის ძმამ Aprinda Korea Prinda უკვე 9 საათია. მესამე ღამეა შოთა 100 არბიანში. დედა თამარ, წერას ამბავი ჩეხოვის თოლიას ამბავს მაგონებს. თქვენ ყოველთვის აზვიადებთ ჩემო ლევან. თუმცა არ დგასაკვირია, თქვენ ცოტა რომანტიკოსი, ცოტა ლირიკოსი ბრგანდეთ. რეალისტი? მხოლოდ რეალისტი. არა, მე არ მინდა თქვენ აგაღელვოთ, მაგრამ ჩემი ვალია, როგორც შოთას მეგობარმა, გითხრათ სიმართლე. თქვენ როგორც დედა ბედნიერი ვიქნები შვილის ბედნიერები. დედა თამარ. არა, მე კარგად ვიცნობ ჩემს შვილს. მე დარწმუნებული ვარ, რომ
ასეთ გადამწყვეტ ნაბიჯ ცხოვრებაში ჩემი შოთა დედის რჩევის გარეშე არ გადადგას. დედა! შოთა! აი ჩემი მარინა. დედა თავად მიულოცა ასე მთელი დღე დაგატო შეიძლება? ხვალ გამოჩნდა და ჩათაბარებელი. მარინე გერას აიღეთ ბილეთი. ნომერი 13. ოშაძე თენგიზი. დაიწყეთ. ერალი მხოლოდ მაშინ ასრულებს თავის სვალს უკეთესად, როდესაც თავისი ქვეყნისა და ხალხს უკეთესად ემსახურებს. მაგრამ მას მხოლოდ მაშინ შეუძლია თავის ხალხის უკეთესად ემსახუროს, როდესაც კარგად იცის თავისი ხალხის ცხოვრება და ღრმად ჩასწვდომა მის ჭირვარად. საკმარისი. თავისუფალი და. გამოგიჩა. სანიკიძე ნათელა. მოგიღებს ბილეთი. ძველი ქართული ლიტერატურის მთავარ თემებს ქალვაშის სიყვარული, გრაინდულ გმირული თავგადასავალი და რელიგიური განცდებით შეადგენს. ზორია. რა დამახასიათებელი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში? ვაჟას შემოქმედებაში ყველაზე უფრო დამახასიათებელია ბუნების ყველა საგნისა და მოვლენის საყოველთაო გასაცდელი. საკმარისი. თავისუფალი და. მინდა ქჩეკიდე. ფერაძე მარინე. მოგძანდით. დაიწყეთ. ხომოიფიქრე. ნუ მესამე როგორც ხედავთ თქვენ ბილეთი არ იცით. რა შეგიძლიათ გითხრათ გამოჩენილი რუსი მეცნიერი მიჩურინის შესახებ? გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი დაიბადა ქალაქ მიჩურინში. δεν გინდათ ვთქვათ რომ მიჩურინი დაიბადა ქალაქ კოზლოვში? დიახ. ქალაქ კოზლოვში დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე კოზლოვი. მიჩურინი. დიახ, მიჩურინი. მიჩურინი დაიბადა 1855 წელს დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. შემდეგ გალაკ. ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი დაიბადა 1800 ჩვენ უკვე ვიცით როდის და სად დაიბადა. დიახ, ჩვენ უკვე ვიცით როდის და სად დაიბადა გამოჩენილი რუსი მეცნიერი ივანე ვლადიმირიძე მიჩურინი. მიჩურინმა სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. დიახ. სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ანტონოვკა, ეგრეთ წოდებული მიჩურინის ვაშლი. შემდეგ სცენარეთა შერჩევის გზით მიჩურინმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი სხვას რა სიტყვით სხვას? სცენარეთა შერჩევის გზით ანტონოვმა მიიღო ვაშლის ახალი ჯიში გირვანკანახევრიანი ვაშლი მიჩურინის ვაშლი გირვანკანახევრიანი ნახევარგირვანკიანი მიჩურინის ვაშლი ეხლა დამშვიდით. უკეთ მოემზადე და მომავალ წელს ჩაგვაბარეთ. დათვათ.
ბაშლი მიჩურინის ბაშლი ეს მიჩურინის ბაშლი კი არა ჩემი ბაშლია ჩემი ეს ფერი დედა ბაშლი დაკი აჰა აი აბა გავიგოთ ვინ გახდა სოციალისტური შტაბის რომის წოდება და გადაეცეს ლენინის ორდენი და ოქროს медаლი ნამგალი და ჩაქუჩი ქორიძე შალვა ისიდორე ქორიძე ეს ხომ შენი სოფლიდანაა მეურნეობის ბრიგადი როგორ ტრიჯინა არა დედა მე თამრი კონკრეტია თამრი არა ტრიჯინა არა მე თამრი კონკრეტია თამრი ჩუმას აბაყული და მარინე გიორგის სახელი სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის მეურნეობის მერგოლი ეს ხომ ჩვენი ტრიჯინა სოციალისტური შრომის გმირი მამო გოიქებს შეცდომა ხომ გაიგონე ხერაძე მარინე გიორგის ასული ბრძანებულებაში შეცდომა არ შეიძლება დამჯერებელი არაფერი არ არის მომილოთა შემოდაიგოთ გაიგონე ჩემო კარგმა მეგობარმა მიიღო სოციალისტური შრომის გმირობა მე მაგ გოგოს თავიდანვე შევამჩნიე რომ ერთი სიტყვით დღევანდელი სადილის მიზეზი მე კი არა ტრიჯინა იქნება მამიკო აი თუმე რატომ გაფრინავდა გუშინ სიხარვინსაგან ჩვენი ტრიჯინა იწოდა ეს ამბავი და დაგვიმალა არა ტრიჯინა შვენიერი გოგონა გულკეთილი თავდაბალი ნიჭიერი 19 წლისა და უკვე სოციალისტური შრომის გმირი რასაც იფთხოთ ჩავიჭერ ჩაიჭერი რა ვქნახო თავს ხარ მოვიკლავ არა წარმოვიდგინეთ ერთი ჩემი მეგობარი ხდება ჩვეულებრივ გოგონას შეიხმარებს გადაწყვეტს მის შეფეთს მეორე დღეს ამ ჩვეულებრივ გოგონას ენიჭება სოციალისტური შრომის გმირობა არ არის ეს გასაოცარი ბედი საინტერესოა ვინ არის ამ გასაოცარი ბედის პატრონი მალე გაიგებთ ვინც არის ლევან თქვენ დღეს რაღაც რებუსებით მელაპარაკეთ ამ ბოლო დღეებში ჩემთვის ყველაფერი რებუსია ირა შეგებე გმირი ქალი კიბეზე ამოდის შემოვარიდე ჩვენ სახელოვან მარინეს გაუმარჯო ეს მაგო გეგონა ვერ გავიგებდი მოდი მადლობა მოგაიგე შიქრა ამბავი მოგვიტანა ყურადღება ნებაიმბოთეთ გადავიღო ჩვენი სახელო არა ხოლმე სადიმო კაბაში ხარში ტრიჯინა აბა საერთოდ თქვენი გამოიცვალე ტელეფონთან ალბათ ლევანმა უთხრა ჩემი და შოთას ამბავი არა ოხრამდენი მასინე ნონა მოწონს ეს გოგონა რა მოწონი სოფლიდან ჩამოსული ჩვეულებრივი გოგონა ეს ჩვეულებრივი გოგონა სოციალისტური შრომის გმირი გახავს მარინე გიორგის ასული ფერაძე მარინე მისი გმირობის ამბავი დღეს რადიომ გამოაცხადა ხოლ გაზეთებში იქნება აი თურმე რას მილოცავდი ლევან შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ამ გოგონაზე მე არა მაგრამ ჩემი მეგობარი კი
ახლა უნდა უთხრეს იმარკი. არა. მე მირჩევნია ვარსკვლავს ხედავდე ქალის ბუნკერზე. ვიდრე სისხლორეულ სივრცე. მე უნდა გითხრათ რომ გათხევან. სანამ თქვენ მოგითხრობდეთ თქვენი გმირობის შესახებ. არა, მე მინდა გიჩვენოთ ერთი ფაქტი. ყურადღება, აბა უცირად. მარინე. შოთა კნაჰა. მარინე ძირფას. დედა ძალიან გახარებულია. დიდი სიხარული დილოთავს. ძალიან מחარებს შენი ამბავი. ბაბატიე, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი გამოჩენილი ქალი იყავი. მე გამოჩენილი? არა, შოთა, არა. მოვდივარ. ახლა მოვდივარ. შოთა. შენ სახელოვანი გოგონა ხარ. მე მამა მოშენი. არა, ბიძიაკი, მე არა. მობრძანდი პატიჩეს ალექსანდრაკი. ეს შემინათისა გოგონა. მაგის ამბავს ახლა მოგიწევ. მობრძანდი. ტრიჯი, ეს ჩაგი. და დიხურ სასათვლები გამოიცვალე. თინა, მე არა, თინა. გურე ბარაი. მოგდავინე. Dedi elpide. Marine. მამიკო, ტრიჯი ნაათებარა. როგორ თუ არ სადარარი? მარინე ბიჭიკოსთან ერთად მანქანის სოფელში წავიდა. სოფელში წავიდა? არაფერმეც. როგორც ჩანს, ტელეფონით სოფლიდან რაღაცას სწავდა. ამბავი. და მოხდა. გარდაიცვალა დედია ელპიდე. დიდი ელპიდე გარდაიცვალა? დეიდა ელპიდე. რატომ მარინე მარგვრით ხარ არაფერი? კეთილშობილი გოგონა. არ მოინდომა გაემწარებინა ჩემი დაბადების დღე. ნატო. დღეს უნდა წავიდეთ სოფელში. თინა, გავგზავნეთ ეპეშა გიორგის. შევკვეთეთ გვირგვინები. ნება მომეცით, გვირგვინები შეუკვეთ. მე თქვენთან ერთად მოვიდივარ. ნუ გეშინია ჭიჭინა. კარგად მოემზადები და გამოცდებსაც ჩააბარებ. ეპეშა, ეპლოქიდე, ეპეშა. მოვიწერე ხელი, ელვათ ეპეშა. მომეცით, ცუდი ამბავი, ხომ არაფერია. მე და ცუდი ამბავი. თვალებზე ბინდი გადავეხარა და მიგიტყე გენაცვალ. ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ბრავო, ელპიდე მომწერაო, ჩემი ელპიდა. ვაი! ხარეთრებლი დავსტირით ძვირფას ელპიდეს ხედა. ой, ჩაებროქიდე, აფერი მიხარ, დადა. უში თოთანი მოდა, ეს რა მოვიდა, ეთა. ატალი ელპიდე. ამოხდა ბები ხინე. აგეთი ტიპოსი სარამბადია. კაკო, რაღაცა
მოხდე? რა მოხდა? რა ამბავი? Nobody neta. Impossible ça. Vai, me que está na televisão. Vai, Chandra. Vai, Nashina. Ah, Hashemi Srikida. Çocukları kal. Marine? Marines olsun. Marines olmasın torayı. Marines? Vai, Bibico. Bebi, eu vim marcar meu lugar. Rápido. Sana içeri Cristina, bebi. Asma. Cristina, rápido. Ყველა ცოცხალი ნაშია ანგატინებს ძიძაკირები. რა ვიცი ძია. ყველა ტირონა და მე სამპირთი. გიორგი, ნუ გაჩინია გიორგი, ყველა ცოცხალია. გიორგი. დამაგებინე ბოლოს და ბოლოს რა ჩნიათ საქმე. მე შენ გეკითხებ ჩემო ირაკლი. ვის შემოუტანეთ ეს გვირგვინები? მაწვილო, რას ნიშნავს ყველი ეს? თხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ შოთა მე წარედ მომატყუეს. არ მოველოდი ამას მარინე. შოთა ამ ხნის კაცი ვარ და ასეთ ამბავს არც შემსწრები ვარ და არც გამიგონია სწორად. რონა გითხრა, არც მე გამიგონია ასეთი ამბავი. ფიქრობდა ვერ გამიგია. რატო შეიძლება ჩემი ასე გამასხარეება? ერთმო, წავალ ბილეთებს ავიღებ, თორემ უკან არ გაგვატანონ ის გვირგვინები. ამას ვის ხედავ? საიდან სადაო? რამდენი ხანი აღარ შეხვედრივართ ერთმანეთს. გამარჯობა არჩილ. იცნობდეთ, არქიტექტორის შოთა ნამორაძე. აგრონომი არჩილ დიდია. არჩილ, შენ თბილისში მოდიხარ თათბირს? თათბირზე არა. საოჯახო საქმეები აქვს. ქალს ვირთავ. მართლა? ვის ვირთავ არჩილ? მარინე ფერაძეს. მარინე ფერაძეს? სოციალისტური შრომის გმირს? როგორ? თქვენ იცნობთ თუ? მარინე ფერაძეს ვინ არ იცნობს? რადიო მის ამბავს ხვდება და გაზეთი. ოდიში, როდის გადაწყვიტეთ ეს ამბავი? თქვენას რატომ გაინტერესებს? დღეს გადაწყვიტე. აბადით? დიდი ხანია გიყვართ ერთმანეთში თუ? რა თქმა უნდა, დიდი ხანია. აბა როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცრად გადაწყვეტი? სწორედ. როგორ შეიძლება ასეთი სერიოზული საკითხის უეცრად გადაწყვეტა?
ნახვამდის. ამი ეს ვინ გამაცა? ვიცი. დედავი რა მოუვიდა? დობა ადვილად მითვისე. ბებია შენი ელფიდემ მკვდრად გამოაცხადე. ერთი სიტყვით საქვეყნოდ გაიწისახე. არა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. სიტყვა შენთან არ გადის, იქნებ ჩემამ გამოგაწორო. ჩემე მამაჩემ. ჩემო რა საგადია? დადი მომხდი. როდი ნახო შემათვალებმა. აკიხარი. გაგიჟდი ბიჭო. ნახში გიდა ჩაგდო. შენი ბრალია დედა ჩემი მგოგოს ასეთი ფუქსავატური აქ და. ძალიან კარგი გაზი. შენი გაზრდილია და შეგეკავდა. ნუ გეწკიდება გიორგი და მარინეს სახლში შენ წაგეპასო. ჩემო ირაკლი, შენ კარგად იცი მარინეს დედა ადრე გადაეცა. შენ სულ პატარა დამჭი. თავის მართლება რა საჭიროა? ისე მე მგონია იმ ამბების შედეგად, რაც გუშინ და დღეს აქ მოხდა, მარინე ყველაზე მეტად აისაჯა. დიახ, მარინესათვის ეს კარგი გაკვეთილია. ჩემთვის არის კარგი ობიექტი. არა მარტო თქვენთვის, ამ გაკვეთილიდან დასკვნა მეც უნდა გავაგებო. როგორც კომკავშირის კომიტეტის მდივანმა და როგორც მარინეს ამხანათმა და მეგობარმა. თვითკრიტიკა მეტად სამართლიანია. თქვენ ფიქრობთ, ჩვენი საზრით მარინე უეჭველად უნდა ჩაევას მუშაობაში. სწორია, არა თქვენი ჭირვით არა. ტყუილიც და ტყუილი. მე მგონია თქვენ ცდებით ბიძია გიორგი. აი, ნეტავი ვწდებოდე. შენ შეახცხვინე არა მარტო ოჯახი. შენ დანაშაული ჩაიდინე კომკავშირის. მეგობრების წინაშე. დროა და ჭუა გმართე. შენი ასე ცხოვრება ყოველად შეუძლებელია. ჩვენ მეგობრაკებით და ეს კი შეაყარე კიდევ წესში. იქნებ ფიქრობ შენ აქციას ვინმე გამართლებს. მე არ მithქობ გამართლებს. თქვენიც მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მე ფუქსავატი გოგო. მაგრამ თქვენ არ იცით აგრახტი. ჩეცკიტრია. დედა გამიგებდა. შეთა მოვატყვი. დავგა საყვარელი ადამიანი. გდარია ჩემი გული. გადავდა ჩემი ცხოვრება. Ilam na gatuido squera mamagas. Gami kita saklida. Cinta zamoti. Chikhumichi chaiskreba. Me dagexmarები. მუშაობაში ეჩვევი და დარდიც გაქრება. ყველასათვის საყვარელი გახდა. მე შემთხვევით ჩემთან ჯობია ჭიჭინა. ხელში იმდენი საქმე მაქვს. გუშინ ინკუბატორში პატარა ძილები გამოიჭიქა. უღლა. შეხომ გიყასწი და ჩემთან გამოდი ჭიჭი. პატარა ძილი. მარია. ქიალასთან წადა. სოფელსაც მუშაობული ვიქნები. შეთხოვნ და აღარ შეიძლება სახში გაჭირდა. ჭიჭინა. ახლა თუ ხოლ დაგიყვანოთ ფერმაში. ბიჭო, ახლავე დამიყავოთ. აღარ შემიძლია სახში გაჩერება. Ჭიჭინ. გაიგვიდე. გაიგვიდე უკეთდა. Leșeli ușavi nivelii treia. Iri septade გამოცხადები ადგილზე. გააღებს საკაცნე. უპირველეს ყოვლისა სასმელი წყალი. ძველი უნდა გადაყვარო, ახალი დაუსვა.
დარეცხავ ჭურჭელს და მისცემ დილის საკენს თუ არა გამოხედავ საკენს. იატაკი კარგად უნდა მორეცხო ყოველდღე. კედლები კვირაში ორჯერ კირით უნდა შეაფეთქო. აი აქედან იწყება შენი მუშაობა. აქ 500 ტიტილია. 500-ვე სანაშენო ფრინველად უნდა გაზარდო. იცოდი ამას აბსურდო უნდა დაემართო. თავიც კი არ უნდა დამოწკილდეთ. ჩამიბარებია შენ. აბა, შენ. დილის 6 საათზე ავით. იატაკი მორეცხი. კვირაში ორჯერ კედლები კირით შეაფეთქე. ინე როდის დაიზრდები? არც თავი არ უნდა აქტივდეთ, არც სურდო არ უნდა დაგემართოთ. გესმის? თქვენ დედა არ აკეთებთ, ხო? თქვენ ინკუბატორში გამოჩეკილები ხარ. ტრიტინა. ტრიტინა მოტრიტინა ბუა. მერედა, იტრიტინე, სიტრიტინეს ეს დაჭიჭი. შუმა დახმაურობა არ შეიძლება. დადი, თქვენ საქმეს მიხედეთ. დადი. ამას სურდო არ დაემა. როგორ მოგანადრეთ არა? საგამოსწრია და კიდევ მუშაო. რა დრო გასულა? შენ არ ამბობდი ეს ადგილად გაჩერება არ შეიძლება. ეს მაშინ. ახლა კი შენ კარქალობაზე მთელი სოფელი ლაპარაკობს. კორესპონდენტი იყო შენთან? კი. კაცნების ხელში სურათიც გადამიღო. შენი ბზარბელი მოვიდა.
ბრალები გოგოები. Liada. Რატომ ხდება ასე რომ ადამიანი ზოგჯერ ხელს უშლის საკუთარ ბედნიერებას? არ მესმის რაზე ლაპარაკობ. აბა რა გამოდის? ის იქით ანჯება შენ აქ. არ უნდა მოეღოს ამას ბოლო. რა? ჩვენი შეხვედრები მუდამ ჩხუბით თავდებოდა. ალბათ არ იყო. ასეთი ჩხუბი ზედმეტი სიყვარულის ბრალი. შენ ასე ფიქრობ? არა ვარ მართალი? როგორ წინ? დავალ ძილებს ახლა. შენ აგრძანდები? შეხლა ხომ არ გამოგაგდეს აქ სამჭირო მოყვეს. ხილი მოგიტანა. რა ყურადღებიანი ვძანდები? გამარჯობა ძიძინა. გაგიმარჯობა ბიჭიკო. ბიჭიკო, ნახომ ბიჭიკოს ქრია. უკოსგელა სარდისაგა ძაღლი კაც. აქ ცეცხლი, ქარიშკალი, ბრიგალი მიტრიალი. მე რა ვარ, ყურად გულში გიდე. რამდენჯერ დააპირე, მაგრამ ვერ გავდექი. რა არია გაუბედა? შენ გადაჭრი დაუსვი საკითხი. ან ხო, ან არა. ნუვეცი. ხო? ან არა. გრიალა. გრიალა მომიწმინე. რა უნდა მოგიწმინო ამჯერად? გრიალა მომიწმინე მეტად სერიოზული საქმე მაქვს. საქმე? რა საქმე გაქვს? გრიალა ცეცხლი მეკიდება. ცეცხლი გეკიდება? მერე და აი დაილი ამ ქვეყანაზე. გრიალა, შენ ხუმრობ და ვერ წავდნი ამოდენა კაცი. აბა. როგორ ჩამოხმი შესაძლოა? გრიალა, მომიწმინე, თორე. არ ვიცი რა ვიზარ. რა წინა ისკენ? დედა, რა საშინებ ნეტად? ასე ხომ? ბიჭიკო, რა შვები? აქ ვიქნები, სანამ არ მომისმენ. მაინც ცეცხლი გეკიდება და წყალი ჩააკრობ, ვიყავ, მოგიხდება. ვიქნები. უნდა ვნახო ერთის თანამიდგები მან. ბიჭიკო, დაიხურე ქოლგან დასმევდები. შენ გული კი არა? მაგაქვს, ხა? ბიჭიკო, რა მოხდა? არ მეტყვი ადამიანო? ბიჭიკო. გრიალა, მიყვარხარ. რამდენჯერ გითხარით რომ აქ შემოსვლა არ შეიძლება? ეს არის შენი საბალოობა. დიახ, თქვი და გავას. თავმჯდომარის გაგარგულება. ფერმის გამდის რეზოლუცია და შენ ვინ ბრძანდები ისეთ რომ ქართველს არ ბაცებ. რაიკოვში გიჩილა ბიჭადა, რაიკოვში. ამხანაგო ნუ ხმაურო. ქართველს ნერვებს ნუ უთი. ქართველის ნერვებს უცხილები ადამიანმა რა დააშავა ერთი მიწარი. აი, რამბავი. აი, ამხანაგო თავმჯდომარე. თქვენს გაგარგულებას არ ასრულებს. თავრობის დადგენილებას არ ემორჩილება. სანაშენო ფრინველს აბაზობს და გეგმას ვისწრებს. იტილები გავატანებ? დახო. სანაშენო ფრინველი გადატანებ და ამხანაგო ისიდორა, საყვედური სამართლიანი. ამხანაგო გიორგი. შვიდობა აკავრობას და ტიტილები ჭირვან გამიწვიდა. ქართველს ისეული მელია შეეცდა და პროგრამი ჩანაგა და ახლა ყველაფერს ხوار გაითვალისწინებს და ირის დასახოსა და მელიების შესაქმნელად არ ვდის ჩვენ აქ სანაშენო ფრინველი. ველებარ ვახმანი ამას. მოიცი. მარინე, სანაშენო ფრინველი უნდა გავატანო. რომ ორფეხა მელიებს შეაჯამონ, არა? მაგისტი ნუ გეთქება. ახლა ახალი ფერმის გამდევყავს და თოფიანი დარაჯი. ჩვენ ქართველს ახლა მელიებს შევაჭმევთ.
მეზობელი გოგმეურნეობა, უნდა დავეხმო. არა, მე მაგას ქათმეს არ გავაგა. ეს ვიყოფი. მამა შენი გეუბნება, ქათმე მიეცი და შენ მე უას მეუბნები? ქათმები ჩემი გაზრდილია და არა მამა ჩემი. ამხანაგო მარინე. ქათმები შევარჩიე და თქვენი ხელის მოწერაა, საჭირო. იმათ დარჩეული ქათმები და მე კი ხელცელიერი გინდა გამისურა. იმათ იციან ქათმების მოზა, ახანაგო, იშიდო. ახანაგო. იშალე რა. თუ გაცხარ მისწოლე რამე თან პირდაპირ გავიჯდებ. რა უქნა? პასუხის მგებელი აქ მარინია. ეს ორი დღეა შეგულებაში ვიპოვებ. მაშა სადამე უას მეუბნები არა? დია. დიდი მადლობელი გახავ. დიდი მადლობელი. აჰა, შილო. მამა, დავსწრებოზე გამოცდები როდის იწყება? გამოცდები შილო? იანვარში დაიწყო. ძალიან გამახარე შილო, ძალიან. ჩემზე კი ხარ ალბათ გულდაწყვეტილი, ხომ? გულდაწყვეტილი? რატო, მამა? ხშირად ვერ გნახულობ. რა ვქნა შილო? საქმე არ მიშვებს. ახლა კიდევ კულტურის სახის მშენებლობა დაიწყება და? დაიწყება? ო, პროექტი გუნდად ყოფილი. რა რას ამბობენ? კარგი პროექტიაო. რა ვიცი. ელბიტა სიგნალის ამბავი თუ არ აურდაურია იქ მასილმა. აი გამარჯობა, თქვენი გოგოებო, აი გამარჯობა. გამარჯობა. მინა ის ახლა მართალი. ხო. მინუჩია, წინა ფერმაში დაბახვა. მინუჩია. რა იყო ბიძეკირილა, რა ამბავი? ნახეთ. წინა ქასმებმა დიდი გზაზე გამოიყვანე. ჭვიჭია. ვისი სურათი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ჟურნალშია გადაიჭრა. ეს ეგეთია. იდეთამა, სახშია? სოთას თანახმად საპროექტო ბიუროს შევია. იქ გავიგე რომ? არა, საფრთხეგონია. ადამიანმა ამდენი ისრომა. ასეთი შესაძლებელი პროექტი შექმნა და მისი განხორციელება სპას მიანდო. კიდევ რაც ვერ, შენ თვითონ რატომ არ მიდიხარ პროექტი? რატომ არ მიდიხარ ნაგობარში? მე არ მესმის შენი მოქმედებაში. მე ასე მიმაჩნია საჭიროდ. მე კი ვიცი რატომაც არ მიდიხარ. მაინც რატო? ამასთან შეყვედრა წერიდები. არ მესმის რა დელაბარაკო. ამაზე ლაბარაკო, შეხედე. ეს ხომ მარინეს სურათია. შოთა. შეხედე რა კარგად არის გადაღებული. არ მაინტერესებს. მართალს მეუბნები? მაინც რა თუნდა მაინტერესებდეს გათხოვილი ქალის ამბავი ან და მისი სურათი. შენ არ გითხოვს შემთხვევით რომ მარინა გათხოვდა? მე კიდე. რა კიდე? ის რომ დედის თავს არაფერი გამოებარება. მე კი გეუბნებით რომ ის ქალი ჩემთვის აღარ არსებობს. დავიწყებულია. ფიფსინ წავს ბოლო მაგვირებს. მაინც გადაინახე შენ ეს ბოლო. მასზე ვინც დავიწყებულია, ასე აღელვებით არ ლაპარაკობ. ესე იგი თქვენ ფიქრობთ რომ ის ქალი ჯერ კიდევ მიყვარს? გაურბივარ მასთან შეხვედრას. ეტი. მივდივარ ნაგომარში და მიმაქვს პროექტი. გარდა საგეგმო მოცემულობისა, რაც დაამტკიცა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პროექტში ჩემს მიერ დამატებულია ღია თაღოვანი კოლონადა, რაც უქმნის შენობას მარჯვენა და მარცხენა ფრთებს და ძირითად ნაგებობასთან მისასვლელ კურდონერს. როგორც იცით, შენობის სიმეტრიის ღერძზე, მოედნის ცენტრში დაიძმება ლენინის მონუმენტი. რა დაჯდება ჩვენი კულტურის სახე? საპროექტო ღირებულება შეადგენს 3 მილიონ მარკას. ხოსტა სადიქნება ბიძია, ხოსტა. ხოსტა განსაზღვრული აია. მე რა მოხდა? ჩამოვიდა და გესმიდი თბილისში. შოთა ჩამოვიდა? სინცილამ უნდა გაწყვიტოს ყველა მამაკაცი. მე რას მერჩი? შენ არაფერს, მაგრამ ის გოგო მეწოდება. კიდევ უყვარს ის არქიტექტორი. მე კი ნამდვილად იცი, შოთას ჭიჭინა უყვარს. აი, რა დაუვარდა მანქანაში. შეხედე? ჭიჭინას სურათი. აბა? უნდა ნახო, აუცილებლად უნდა ნახო. ის არაფერს შუაში. მე ვარ ყველაფერში დამაში. უკვე 3 საათია, მატარებელი 6 გადა. ახლა თუ არა. სხვა დროს თან ნაშევდნენ ერთმანეთს. იცოდე შოთას ჩამოსულ შესახებ არაფერი დამოხდეს, თორემ არ წამოყოლა ხო? არა. ვიტიკო, გამარჯობა. სოფელში მალე დაბრუნდები? ახლა მივდივარ სადგურზე, არქი. არქივი მიდის თურმე თბილისში. კლიავა, მოდი ბიტიკოს გავყვები. რაღაცები მას ჩამოსატანი ბებიასაც ნახავ და ამ საღამოს დავბრუნდი. დადი ჭირიჭინა, დადი. ამაღამას იდარჩი თუ გინდა. შენ საქმეს მე გავაკეთე.
Tamut. მეგობარო, მარინე ფერაძესაც ვერ ვიმასწავლით, ვიცი საკლები და ის პატივცემულო, მაგრამ ახლა ვერ ნახავთ მას. მანდარინის პლანტაცია გექნება. ვერ ვიმასწავლით მანდარინის პლანტაციას. როგორ არა? აგე რას ნულ ფეხით დაბიტია. საბძანდებით ასე პირდაპირ. როგორც კი გაივლით ხიდს, მოუხვდეთ მარცხნივ. მერე გაივლით 1 კილომეტრს, შეხვდება დიდი მუხა. მოუხვდეთ მარცხნივ. მერე შეხვდება დაღმართი. აივლით ამაღლარს, ჩაივლით დაღმართს. მერე გაივლით ასე 2 კილომეტრს და ის ყველა მიგასწავლის პლანტაცია. თუმცა მე ციკლივდი ვარ და წამოყვეთ. მარინე, შეგიხმოდა ჩქილიდან არის. კიდევ კორესპონდენტია? უფრო დიდი კაცი უნდა იყოს. მოგდანთ, გაიცანით. სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგის-ასული ფერაძე. თქვენ ბრძანდებით მარინე გიორგის-ასული ფერაძე. დიახ, რიჩი მიდია გემსახურა. მე მოვედი თქვენს შესაძლებლად. ერთხელ უკვე ჩემწერეთ რადიო კომიტეტიდან იყო. არა, რადიო კომიტეტიდან არა. ხოთ. ჩვენი კოლმეურნეობა წელს სარეკორდო მოსავალს მიიღებს. ჩემი გამოცდილება მე მინდა გაუზიარო. ბოდიში. თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გვინდა. ჩემი სიმღერა? მე ხომ ისი არ უმღერი რომ ჩავწერო. ნუ მორცხობ, თქვენ ძალიან სასიამოვნოა მაგას. არა პატივცემულო, თქვენ ვცდებ. არ გამაგონოთ. მე თქვენ ერთხელ მოგისწინეთ. აუცილებლად უნდა იმღერო. აქ მგონი ისევ რაღაც გაუგებრობა. არავით არის გაუგებრობა. გონი თქვენ თვითონ ჩამაწერინეთ. მარინე გიორგის-ასული ფერაძე. სოფელი ნაგომარი. რაღაც შერქმეული სახელის კი მითხარით, არ მახსოვს. ალია თუ ხარაბუზა. არავით არის კალია, არავით არის ხარაბუზა. ჭრიჭინა პატივცემულო. სწორედ რომ ჭრიჭინა, დიახ, ჭრიჭინა. თქვენ კი გაუგებრობა გეგონათ. აბა მოიგონეთ. აბადელი დელა, აბადელი დელა. სწორედ გაუგებრობა. თქვენ ეთით ჩემს ამხანაკს. ისიც მარინე გიორგის-ასული ფერაძე გახლა. აი ეს გახლავს მარინე ფერაძე. თქვენ ახართ ჭრიჭინა. მართლაც რომ სასიყვარულო სახელი შეურქმევიათ. დიახ, მე გახლავთ მარინე ფერაძე. დიდად სასიამოვნო, დიდად. მე მოვედი თქვენს შესაწერად. ჩემს შესაწერად? დიახ. არ შეიძლება ხვალისით გადავდო. ის რის გაკეთებაც შეიძლება, დღეს ხვალისათვის არასდროს არ უნდა გადასცო. დიმიტრი, ვამზადეთ შესაწერად. უნდა ვთქვათ, მომზადებლად ასე უეცრა. არაფერი. ილაპარაკე უბრალოდ. ჩვენი ფერმის შესახებ, შენი მუშაობის გარშემო. მოდი ვეტყვი იმას, რასაც ხარ ჟურნალაგანების კორესპონდენტი. ძალიან კარგი. ბოდიში, მე მინდა ჩავწერო თქვენი. ვიცი, პატივცემულო. თქვენ კი ამბობთ ხვალისათვის გადავდოთ. შეიძლება დაიწყო. დიახ. სოფელ ნაგომარის ლენინის სახელობის კოლმეურნეობის მეფრინველეობის ფერმაში მუშაობა დაიწყე ამ წელს. ბოდიში, თქვენი სიტყვის კი არა, თქვენი სიმღერის ჩაწერა გვინდა. ჩემი სიმღერი? დიახ. ვის რას უნდა ჩემი სიმღერა? ჩვენ რესპუბლიკური ოლიმპიადისათვის ემზადებით. ხმები უნდა შევარჩიოთ. თქვენ ალბათ თბილისში მოგიხდებათ წამოს. თბილისში? დიახ. არა, მე ვერსად ვერ წამოვალ, ვერსად. ერთ კვირაში ინკუბატორში წიწილები გამოიჩეკებიან. იმათ ხომ მოვაჭირდებათ. ყველგან ამდენი საქმეა. სიმღერისთვის შეიძლება რომ მოვაწვი. მაშ თქვენის აზრით სიმღერა საჭირო არ ყოფილა. რა ვიცი, როცა მღეროდი? ყველა იმას მეუბნებოდა, რატომ მღერი და არ მუშაობოდა. ახლა კი არა, ჩემო კარგო. შრომა უსიმღეროთ ისევე არ ვარ და როგორც სიმღერა უშრომოთ. უნდა იმღეროთ. არა, ვერ ვიმღერებ პატივცემულო. არა. ხო. ვერ ვიმღერებ, არ შემიძლია. არ შემიძლია პატივცემულო. ამშვიდით დაწნარ. არ შემიძლია. დაგელოდები. ჭრიჭინა გიჩკოს აქვიანდება უნდა წახვიდე როგორ. კი, მაგრამ ეს რა სიტყვი? არაფერია, მიაუხდი შენ წამს. ეს როგორ? წავიდა? დიახ, პატივცემულო, სახლში წავიდა. იცი ძალიან ღელავდა. ის ახლა ვერც კი ჩასწერდა ვერაფერს. მართლაც რომ ღელავდა. პატივცემულო, იქნებ მას ჯობდეს თავისთან ჩასწეროთ სახლში. კარგი აზრია. რას იფიქრეთ ამხანაგო დავით? ჩვენი კულტურის სახლს რაიონში სახლი ვერ აჯობებს. თქვენ საწყენად არ მიიღო და მე მგონი მეზობელ კოლმეურნეობაში უკეთეს სახლს აშენებენ.
ნათქვამია უკეთესი არ დაილევაო. ვიცნობ იმათ პროექტს. ო, არჩილ, მოდი ნახე რა პროექტი ჩამოვიტანა ჩვენმა არქიტექტორმა. გაიცადეთ, ჩემი მოადგილე, კოლმეურნეობის უფროსი აგრონომი. ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. ეს კი ჩვენი ბრიგადირი, სოციალისტური შრომის გმირი, მარინე გიორგი სასულიფერად. მარინე გიორგი სასულიფერაძე? დიახ, ჩემი მეუღლეა. თქვენი მეუღლე? დიახ. აი. რა გაგიკვი? მე კი მეგონა რომ ხედა ვიდია რა ცუდია როცა ერთობაში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერანზე. პირიქით მეგობარო, ეს ძალიან კარგია რომ ამ სოფელში ცხოვრობს ორი მარინე, ორივე გიორგი სასული და ორივე ფერანზე. ამხანაგო გიორგი. იოდ ჩვენი არქიტექტორი რაღაც მიცნეული კაცი. გიორგი, შენი არ იქნება, შენივე მანქანით, შენივე ქალიშვილი რომ მომტართო? მართალი გითხრა, ხმარწვიდი არ დაიწუნება. ვინო? მე მგონია თვითონ ხაჯი იჯდა საჭესთან. Eda, solo svegliarsi. Chi davvero vedi, Questi tutti c'è per vedere, ragazzi, mi stai bene. Ah, gagisce. Taglia, non ho quelli, adesso mani per quelle. Io so fare da architettori. Bodici, non come ti sta dare marini ferati. მარინე? დიახ. თქვენ შუთა. მარინე სუთია დავიდა. წავიდა? დიახ. სოფელში დავიდა. თქვენ მას სახში ნახა. სახში ნახა? დიახ. დადის. მადლობ. დამიშველება. როგორ უნდა შევხვდე? უკვე კიდე ერთი ამოდის. მე გული როგორ მიცემ. გავიქცე? არა. რაც იქნება. დავხუჭავ თავს და ვეთყვი. გთხოვთ ნაბადიოთ ჩემი საკთი. გაპატიებთ ხოლმე მაშინ თუ იმღერებთ. გეგონათ ვერ გიპოვიდით. უნდა ვიმღერო? დიახ. კარგი, ვიმღერებ. ხოლმე რა შეიძლება ჩქარა? ძალიან კარგი. მაგრამ სიმღერის ჩაწერის დროს აჩქარება არ გამოგვარდება. დიმიტრი მარინე. თქვენ მოჰკალით ძერა. მე არ ვიცი რა მოჰკალი. ქორი არწივი ძერა, მაგრამ მარინე.
მარინე, მოვედი შენ სასაყვანად. ჩემ დასაყვანად? დიახ. არა, შუთა მე დღეს ვერ წამოვა. ხვალ? ვერ ხვალ. მაშ როდის მარინე? როდის? ზეგ გეტყვი როდის? ზეგ?